დავბრუნდით ეთერში და ვნახეთ რეკლამა და დავბრუნდით რუბრიკით, რომელიც არის კრისტალის ბიზნეს სკოლას. და დღევანდელი რეპორტაჟი ეს არის სამეგრელოდან თხილის მეურნეობაზე. ჩვენი გადამღები ჯგუფი ესტუმრა ჩხოროწყოს რაიონში მცხოვრებ ოჯახს, მარინერ ლიმონჯავას ოჯახს უკვე წლებია თხილის მეურნეობა აქვს და ეს არის ოჯახის ძირითადი შემოსავალი. შევუღვდით 87-ში და 88-ში პირველი შვილი მეყოლა, 89-ში მეორე. მაშინ ეს ტერიტორია არ იყო. დაგვიბრუნდა 92-ში. ხო და მე და ჩემმა მეუღლემ ვიმუშავეთ და თავიდან 100 კილო, 80 კილო იყო თავიდან თხილი პირველ წელს, მეორე წელს 400, მესამე წელს ტონა და ნახევარი და მის შემდეგ სულ 3 ტონა, 5 ტონა. შლამი ჩემს მეუღლეს ამოქონდა მდინარიდან და სულ ამ ტერიტორიაზე მე დამქონდა ვედროებით. წარმოიდგინე 4 ჰექტარია და ყველა ძირში ყრია 4 ვედრო. სხვა არაფერი არ დაგვიყრია. ზოგი ნაკელს ყრის და წელს კრისტალი ბანკის დახმარებით იქიდან გამოვიტანეს ცესხი და იმ ბანკის დახმარებით ეს ფოსფორი დავყარეთ ყველა ძირში 300 თუ 400 გრამი იყო. შლამი ახლა ერთ წელს რო გაუკეთებ, ყველა ძირს გაუკეთებ და ის მოქმედებს 1, 5, 10 წელი. სხვა არაფერი გაგვიკეთებია. ამ ადგილზე იყო მეცხოველეობის ფერმა და სულ იმათ ჰქონდათ ეს მიწები დაკავებული. ჩვენ მდინარის ნაპირზე რო არის თხილი, სხვა მხარეზე იმდენი არ არის. აქ უფრო მეტი არის და ხარისხიანი კიდე. სულ გვაქვს 1800-მდე ძირი და ჩვენ ვუვლით ამას ჩვენ 2 სანამ შეგროვება დაიწყება თხილის და მე დამხმარე ქალები ყავს და 1 თვის მანძილზე ვაგროვებთ ამას ყველას. დამხმარე ქალები 8-ზე მოდიან 8 ნახევარზე და საღამომდე მუშაობენ. 1 საათი ისვენებენ. ზამთარში როცა თოვლია ხო ვერ იმუშავებ. თუ არა და სხვა დღეებში სულ დილიდან საღამომდე აქ მუშაობს ჩემი მეუღლე. ხან შეშა, ხან ის არის ამოსატანი, რო იყრება, რო გაასუფთავებ ამდენ ტერიტორიაზე ხო იყრება ესენი სულ ყველაფერი და იმისი ამოტანა და აქ თხილნარი რო არ იყო, მაშინ სულ ამ მიწაზე ის იყო სიმინდი. სიმინდი, ლობიო იყო. და იმას ყიდიდი და მე თხილის გაჩინება რო შემოვიდა, მე სულ ყველგან ეს თხილია გაჩინებული. ძალიან რთულია. მე რომ მკითხოთ შეგროვებაზე უფრო მეტად თხილის ამოტანა მიჭირს. სახლამდე 1 კილომეტრი ხო იქნება და აი იმ თხილნარში რო ივლის ისეთი პატარა მანქანები როა, სატვირთო მანქანები ის გჭირდება. წელს ვიყიდით მანქანას, თხილი რო ამოვიტანოთ. თხილს და თხილს შორის რამდენი უფრო მეტი დაშორება, უფრო კაია მოსავლისთვის. ეხლა ეს ერთი მწკრივი რო გამოხჭირო სულ მთლიანად, ეს ტოტები ასე გადაიწევს და უფრო მეტი მოსავლიანი იქნება. შხამქიმიკატები არაფერი დაგვიყრია და სასუქი კი მარტში უნდა. მარტში და სადღაც ივლისის შუა რიცხვებში გული რო ექნება მაშინ. ზოგჯერ მიფიქრია რომ იმდენს ვშრომობთ მე და ჩემი მეუღლე, ამდენი სამუშაო არ ექნებათ ჩემ შვილს, გზას თუ გინდა შვილის შვილს. მანამდე ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი. ამოსატანი მანქანა გვეყოლება, ალბათ პრობლემებიც იმდენი არ იქნება და ეყოლებათ მუშები და თვითონაც არ შეწუხდებიან.
შრომის ფასი უნდა იცოდნენ და უნდა დააფასონ ეს შრომა და ამაგი უშრომებლად არაფერი არ.